მე ვცალმები ყველა იმას, ვინც გვისმას. მეგობრებო, დღეს ძალიან ძიმე პირობებში არის საქართველოს და არა მარტო დღეს ყოფილა ეს. მე ვიტყოდი აი ისე თითქოს და აი რაღაცა ერთგვარ მხსნელს ელოდება საქართველო. ეგ შეიძლება ასე ითქვას. ახალი მხსნელის მოლოდინში საქართველო. არის კი მხსნელი ქართველებისთვის. ვინ იქნება ეს მხსნელი? აი გადავხედოთ რამდენჯერ მოხდა ეგ, რამდენჯერ მხსნელის მოლოდინში საქართველოს შევარდნაძესთან როგორ იყო, მხსნელის მოლოდინში საქართველოს გამსახურდია იყო, მხსნელის მოლოდინში საქართველოს ისევ შევარდნაძე, ისევ მხსნელის მოლოდინში სააკაშვილი, ისევ ახლა მხსნელის მოლოდინში და ვინ იქნება მესია, არავინ არ იცის. წავიდა გარკვეული ლაპარაკები ხან ალასანიაზე, ხან ვთქვათ ბურჯანაძეზე და ამ შემდეგ და შემდეგ. მოკლედ ყველა ელოდება რაღაც ცვლილებებს და რატომ უნდა ადამიანს ცვლილება გარეთ მე ვერ გავიგეს კომუნისტური სოფხედულობის თანახმად ყოველთვის მარქსი გარეთ იღებდა იმას რომ რაც შეიძლება მეტად აქცენტი გარეთ დაისვას და შეიცვალოს გარეთ შიგნით არავინ არ ფიქრობს არაფერზე არავის არ უსვამს თავის გამოცვლა და დამოკიდებულება ქართველი ერისა სახელმწიფო მთავრობასთან უცნაური არის რაღაც აერთგვარად მამა მოვა პატრონი ყველას ეშველება ყველას ხელფასი ექნება ყველას სამუშაოს გაუჩანს აქ გადასაფასებელია მთელი რიგი მომენტები დღეს როგორც არასდროს კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოს მოკლედ სხვის დაკუზე ცეკვავდა და ეხლა სხვის დაკუზე ცეკვავს რადგანაც არ შეიძლება ორი სახელმწიფოს დაკუზე იცეკვო ხომ დღეს რა მდგომარეობაა საქართველოში უკრავს რუსეთი აღარ ცეკვავთ უკრავს დასავლეთი ცეკვავთ მაგრამ რაღაც ცეკვა აღარ მოწონს დასავლეთი ჩვენი ვერ შეეწყო ჰარმონიზება არ ხდება ჩვენი ცეკვის ადეკვატიური აი ამ მუსიკასთან რომელსაც ისინი უკრავენ აქედან უკვე რა თქმა უნდა დასავლეთით წვეშება ჩვენ და რჩებით ანაბარე ახლა გზადდება კიდე ალიაკოთი აი ამ ალიაკოთისთვის აი ყველა პირობები არის აი პეტრობაცია საქართველოს მთავრობაში აკნებული ხალხი გამტყუნებული იმედები ყველაფერი ერთად აღებული ეს საიცავი ყვანს გადგა რუსეთი აცხადეს აღარ ჩავერევი გადგება თქვა აი დასავლეთი არც ჩაერევა აი რას გამოიწვევს ეს მეგობრებო აი დღევანდელ არ მდგომარეობა ეხლა აი რა არის გამოსავალი ახლა ჩასაფრებული არიან მეგობრებო რამენაირად საქართველოს ისევ გაჩაღდეს ეს გაუთავებელი აი ეს რაფია ურთიერთდაპირისპირება და ქართველები თითქოს ამაში თითქოს თამაშობს თითქოს აი თანახაობრივი იყოს ეს ქვეყანა მე არ ვიცი აი ვების სიამოვნეს ესა არ არის ამაში დამნაშავე ქართველები მთლიანად აი რა ეხლა არის მომზადება პერიოდის რომ სააკაშვილი წავიდეს საფრთხე ძალიან ადვილია მაგრამ ამაზე რა მოყვება არანაირ არ ფიქრობს რა მოყვება 4 წელია კიდე ხო იურიდიულად სააკაშვილს აქვს დარჩენილი 4 წელი არავინ არ იცის ამას აბრალები რა ვიღაცას რაღაცას უნდა გადააბრალო ადექთ აი სააკაშვილი არ შეგვიყვანა იქ არ შეგვიყვანა აქ ი ბატონო წადი სააკაშვილი წადი ვინ მოდის რას გააკეთებს რა იქნება აი რა სცენარი შეიძლება განვითარდეს სარგებლობს რამით რუსეთი სარგებლობს დასავლეთი გუნდრუქს რუსეთსაც უკმებს შეიძლება საბედისწერო რამ გათამაშდეს აი დაინიშნოს არჩევნები თქვათ აი ესეთი დემოკრატიული ფორმით გადაგდება დასავლეთი ესე ემარჯვება დაინიშნოს არჩევნები როცა ვინმე არაწყობს ამ შემთხვევაში შეიძლება სააკაშვილს თუ გადაუდგა დასავლეთი არჩევნების დანიშნით გადააგდებს ატყდება მთელი ამბავი შეიძლება სააკაშვილი არჩევნები მოიგოს კიდევაც და მოიგებს რა თქმა უნდა ეგ სათავეში ვინც არის ყოველთვის ყველა ვარიანტში ისიგებს ეს გამოიწვევს დიდ არეულობას და აქ უკვე დასავლეთის მეთვალყურეები გადაუდგებიან ჩვენ სააკაშვილს ბატონ სააკაშვილს და აქ დიდი წინაპირობაა იმისა რომ გაჩაღდეს სამოქალაქო ომი ამას როგორ დახვდება თქვა სააკაშვილი ამბიციური ახალგაზრდა დახვდება შევარდნაძესავით რომელიც სისხლისთვის გარეშე წავიდა და აი ვარდების რევოლუცია ავითხიბეთ აი ხლა იქნება ახლა კიდე ვარდების რევოლუცია სააკაშვილი არის ის პიროვნება რომ ვარდების რევოლუციით წავიდეს არ ამგონია მე უბრალოდ სხვანაირად ვაქ შეიძლება გაჩაღდეს სამოქალაქო ომი და აქ მოხდეს უკვე ერთგვარი რაღაც შეხლა შემოხლა ქართველებისა თუ სააკაშვილს რწმენა აქვს რასაც აკეთებს ეს ისტორია მაშინ ყველა საშუალებები უნდა გამოიყენოს მან წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობრებო ეს რა ხდება ვერ გავიგე აი ვინ არ აჩენს საქართველოს არ იღუპება არც ოსმალეთის შემოგვესია არც ირანი საქართველოს უყავს სიზარმაცე ქართველი ერმა ვერ გაუძლო ვერანაირ შემოტევას ვერ გაუძლო დასავლური რეფორმებისას განათლების სისტემა ჩაიფუშა მოდი ვთქვათ არ მოსწონს ქართველ ერს დასავლეთის განათლების სისტემა
შეჩერდა ის ისინი. ღია საზოგადოება შეჩერდა. სააკაშვილოს კანდიდატთან უკვე და გადმოჭდა, აქეთ გადმოჭდა. დაიწყო გაუთავებელი ეს კარუსელი და პერტურბაციები. მინისტრების ერთგვარი ცვლა და ეგრეთ წოდებული რუსებმაც კი ხელმძღვანელს და ტერმინით შემოაგდეს უკვე მინისტრაცია საქართველოში. პირდაპირ სასაცილო მდგომარეობაა. რატო გავაცინოთ ტერმინი ვერ გავიგე? მოდით ბოლომდე საქმე მივიყვანოთ მეგობრებო რა. ვინგვიშვილის ოქროაშვილი, ალასანია, ვინო ბუჯანაძე ძალიან ხდებით. ჩვენ ვერავინ ვეღარ გვიშველის. ვერავინ. თუ ეს შანსი თუ გაუშვით ხელიდან და რა შანსი ბოლოს გავიგოთ რა არის ჩვენი აი მიზეზი რა არის. ესე იგი თუ სააკაშვილის გაუშვებთ ჩვენ კეთილინებით, მაშინ დავიღოთ პრო-რუსული ორიენტაცია. სხვა ორიენტაცია არა ჩანს, იმიტომ რომ დასავლეთით შეიძულა ქართველებმა. დასავლეთის ყველაზე კარგი მედროშე იყო სააკაშვილი თავისი გუნდით. თუ ვინმე მოვა რომ დასავლეთში აპირებს შესულას, კაპიტანი გაპურებული, ესე იგი სააკაშვილი ადაუწვენეს სააკაშვილს. რა არ უნდა დასავლეთში შესვლა? ესე იგი იტყუებოდა აქამდე რუსეთის აგენტი არის და კი მაგრამ რამე მოსიცხრეთ არის გადაკიდებული რუსეთს. ამიტომ მოდი გულწრფელი ვიყოთ. საქართველოში ვინც ახლა მოვა აუცილებლად უნდა იყოს პრო-რუსული ორიენტაცია. ისე რა აზრი აქვს ამას? ანტირუსული განწყობა თელერში. ამიტომ რეფერენდუმი ჩავატაროთ. რუსეთთან ურთიერთობა უნდა თელერს. მაშინ სააკაშვილმა უნდა დაყაროს. აი უფლებამოსილება დადოს და წავიდეს. თუ ქართველ ერს არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა, მაშინ ვის ირჩევენ მე ვერ გავიგე. ალასანი ევროპაში შეგვიყვანს. პირდაპირ რუსეთისა და ევროპის აი მაშინ თამაშობთ ჩვენ. აი ორ გოლიათის ჩვაში ვართ ვიჩხლიდებით. ამიტომ გონიერებაა მეგობრებო საჭირო. არანაირად არ აყვეთ პროვოკაცია მზადდებათ. თუ დაინიშნება არჩევნები აუცილებლად ეს დამთავრდება ძალიან ცუდად, იმიტომ რომ სააკაშვილს აქვს ამბიცია თავის გულს არმია ყავს ყველა მთლიანად მაშინ უნდა გადადგეს. ეს მოხდება შეტაკება, დაიჯება ყველა დაიჯება და მე რა მოხდება არ ვიცი მეგობრებო. ეს მე მგონი ყველა მოყვება მაგ კატასტროფაში. თუ ჭკუას მოუხმოთ, ჭკუას. ამიტომ აი ქართველი ერი, აი სამწუხაროდ ბრიტყვი აღმოჩნდა და აი მოდით აი ეს ხოვნა რა, გეხვეწები და გემუდარებით. ცოტა მეტი ავწონოთ, დავწონოთ ხსნელის მოლოდინში ნუ ვართ ხსნელის მოლოდინში. ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვერაფერს ვერ გამოასწორებს. თუ მოდი მოსვლას აპირებს, კაცი, სლოგანებით მოვიდეს, რუსეთთან უნდა გავაჩაღოთ ურთიერთობა. დღეს ანტირუსული განწყობაა. ეს იგი ისევ შემოიპარება ვიღაცა მოგვატყუებს ხალხს ისევ სლოგანები და 2 წლის მერე ახლა იმას შეუტევთ. ეს იქნება გამუდმებით მეგობრებო. უკვე ლამის არის, უკვე ვეღარ აგვიტანია ვერავინ ვისაც ავირჩევთ. ამიტომ ამაზე მე აღარ ვიტყვი მეგობრებო. აი გეღუტუნებით და გესიყვარულებით აი ამერიკიდან. აი გამახარეთ გონიურულობაში მეგობრებო. მოვითმინოთ კიდე რაღაცა მოვიდეს ხოლმე ხაი ნუ ცეკვავთ სხვის ფანდურზე მეგობრებო. გვეყო ეს ფანდურზე ცეკვავ დავიტანჯეთ რუსეთის ცეკვაზე, დასავლეთის ცეკვაზე. ცეკვა თამაშეთ ნუ ვჭამთ ერთმანეთს მეგობრებო. ემშვიდობებით სიყვარულით ღმერთი იყოს თქვენთან. იესო ქრისტეს მადლი ყველა ქართველს.